საბაჟო საზოგადოების დაცვის სადარაჯოზე საბაჟო საერთაშორისო დღეს საქართველოშიც აღინიშნა პრემიერ-მინისტრმა საზღვრის ეფექტიანი კონტროლისთვის ოფიცრების შრომის მნიშვნელობის შესახებ საუბრა. ნინი მაისურაძის სიუჟეტი. უკანონო იარაღის, ფინანსური ნაკადების, ნარკოტიკებისა და აკრძალული საქონლის წინააღმდეგ ბრძოლა, გარემოს დაცვა, მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. ამ ყველაფრის გარანტორები ქვეყნის საზღვრების სადარაჯოზე მყოფი მებაჟე ოფიცრები არიან. მათ პროფესიული დღე პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. ირაკლი კობახიძემ შუადერეფანში საქართველოს როლის გაძლიერებისა და რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ფონზე საზღვრების ეფექტიანი კონტროლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ითქვა, რომ სფეროში გატარებულმა მნიშვნელოვანმა რეფორმებმა санქციების გვერდისავლისთვის საქართველოს გამოყენება გამორიცხა, რასაც 2025 წელს 3000-მდე უკან გაბრუნებული ტვირთის შემთხვევაც ცხადყოფს. დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ღალიბდება. ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები, მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტების პროექტებზე. ჩვენი საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდისავლისთვის. გასულ წელს საქართველო ახალ კომპიუტერიზირებულ სატრანზიტო სისტემას მიუერთდა, რამაც ევროკავშირის 39 ქვეყანაში წარმატებული და შეუფერხებელი ტვირთბრუნვა უზრუნველყო. რეფორმების შედეგად გაუმჯობესებულმა ბიზნეს გარემომ და კონტროლის ეფექტიანობამ კი საბოლოოდ გასულ წელს გადაჭარბებით შესრულებული სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტი უზრუნველყო. ამ პროგრესის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა საბაჟოს გამართული მუშაობის გარეშე. 2025 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა იყო ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის, ეგრეთ წოდებული NCTS-თან მიერთება. გასულ წელს მებაჟეებმა წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლის 1162 ფაქტი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ 88 მილიონი ლარი, ძვირფასი ლითონების წონამ კი 50 კილოგრამზე მეტი შეადგინა. ნარკოტიკებთან უკომპრომისო ბრძოლის ფარგლებში მებაჟეებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2025 წელს საზღვრიდან მოიღეს განსაკუთრებით დიდი 905 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინიც. ის, რაც შეუიარაღებელი თვალისა და სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობისთვის ძნელად შესამჩნევი იყო, არ გამოჰპარვია 20 წლიან პროფესიულ გამოცდილებას. ისე ოსტატურად იყო ეს ფილები, ნამდვილ ფილებთან მსგავსებული, რომ ძალიან რთული იქნებოდა მისი აღმოჩენა, რომ არ ყოფილიყო სათანადო ანალიზი. აღსანიშნავია 2025 წელს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის დიდი ოდენობით შემოტანის მცდელობის 4 ფაქტის აღკვეთა. როდესაც შენახული იყო ნარკოტიკული საშუალებები სვანსალფეთქებში, აგურებში, მარმარილოს ფილებში და თევზის საკვებში. საბაჟო დეპარტამენტების ეფექტიანობის გასაზრდელად თანამედროვე აღჭურვილობის შეძენა, გადაიარაღება და ტრენინგებით ახალგაზრდა ენერგიული და მოტივირებული ადამიანური რესურსის მოზიდვა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. სადაც არის სახელმწიფო საზღვარი, იქ არის საბაჟო ადმინისტრაცია, რომლის უმთავრესი მისია საზოგადოების დაცვის ვალდებულება. 26 იანვარს საბაჟოს საერთაშორისო დღე აღინიშნება. ოფიცრების წვლილი ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვასა და გაძლიერებაში განსაკუთრებულია. მაღალკვალიფიციური კადრების მხარდაჭერა და დაფასება კი მთავრობის პრიორიტეტია.